დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში შევეხმიანოთ გენერალ-მაიორს ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases მრჩეველს ბატონ ვახტანგ კაპანაძეს მე მას მივესალმები და ბატონ ვახტანგ რაც მე ახლა მოვყევი ცხადია თქვენს უმეტესობას ამ ინფორმაციას თავადაც გაეცნობოდით ალბათ დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა გუშინდელი ღამე ვინც აქეთ ნახევარსფეროში ვართ პირდაპირ მნიშვნელობით ლამის გაათენა იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა ამ შეხვედრის შედეგები. თუმცა ბევრი რამ კონკრეტული ჯერ არ ვიცი და ვერც იმას ვიტყვით რომ რამე შედეგი დადგა. თუმცა ახლა რა ინფორმაციებიც მოვისმინეთ მე ბოლო ნაწილს როცა ვკითხულობდი საზოგადოებას ვაცნობდი New York Times-ის ინფორმაციას თურმე პუტინი როგორ იქნება მზად რომ ხელმოწერილი დოკუმენტი მიცეს ესე იგი ევროპას და ამერიკას რომ თავს აღარ დაესხმება ესე იგი უკრაინას და ევროპას ჩამეღიმა თავისთავად ხადია, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანი სიმწრის ღიმილია, იმიტომ რომ ვინ თუ არა საქართველოს მიცის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების ფასი. მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში ხადია საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ბუხარესტის ხელშეკრულება თუ არა ბუდაპეშტის მეშლება ხოლმე ერთმანეთში, რომლითაც რუსეთთან ერთად მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო, მათ შორის ისინი, რომლებიც ახლა უკრაინას ამადლიან თავიანთ დახმარებას და ასე ვთქვათ ახვეწნინებენ, შეიარაღება იქნება ეს თუ ფინანსები, ატომური ბირთვული არსენალის რუსეთისათვის გადაცემის სანაცვლოდ გამოვიდნენ გარანტებად მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეკრულებით, რომელიც დაარღვია არა მარტო ახლა ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთმა. თქვენ როგორ შეაფასებდით თავად ამ შეხვედრას, მის მოსალოდნელ შედეგებს და განსაკუთრებით გვაინტერესებს თქვენი აზრი, აი დონბასთან დაკავშირებით როგორ ჩანს რა მოთხოვნებიც აქვს პუტინს წმინდა სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ეს რამდენად მოლაპარაკებადი თემებია. მოგესალმებით, ბატონ გიორგი, მივესალმებ თქვენ მაყურებელს. ჩემის აზრით, იმდენად გადაღლილი არის იყო მსოფლიო, აი ამ ომისაგან და გადაღლილი არის ზოგადად ამ ომისაგან, რომ ზოგადად აი ამ შეხვედრის მოლოდინები ჩემის აზრით იყო ძალიან გადაჭარბებული, ჰიპერბოლიზებული იყო ეს მოლოდინები, რომელიც ფაქტიურად პრინციპში არ გამართლდა და არ გამართლებოდა ვინაიდან უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიღებული და ეს ვერც შეცვლის შეწყვეტა ვერ მოხდება და ვერც მშვიდობის დამყარებაზე წინ გადადგმული ნაბიჯები ვერ მოხდება. უამრავი მოსაზრება არის, მაინც ეს მოსაზრება არის საკმაოდ პოლარიზებული, არის დაწყებული იქიდან რომ ეს იყო ტრამპის დამცირება ეს შეხვედრა დამთავრებული იმით რომ ტრამპი ამ შეხვედრიდან გამოვიდა დარწმუნებული იმაში რომ საბოლოო დარწმუნებული იმაში რომ რას წარმოადგენს პუტინი და შემდეგ ნაბიჯები იქნება გადადგმული მისი მხრიდან უფრო მკაცრი. მაგრამ ჩემის აზრით მე ტრამპთან მიმართებაში უყურებ ყოვლისა მაინც ნაკლებ ყურადღებას მივახშებდი იმას, რასაც ლაპარაკობ და უფრო მეტ ყურადღებას მივახშებდი, რასაც აკეთებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ტრამპმა გასცა ყველაფერი, რაც შეეძლო, მიიღო არაფერი. ხელი ჩამოართვა დიქტატორს, ხელი ჩამოართვა ტერორისტს, ამავე დროს პუტინმა მიიღო ის მაქსიმუმი რაც შეიძლებოდა აი ამ ვითარებიდან გამოეძრო და ამ ვითარებაში იყო ის რომ იქნა გადატანილი სანქციები რომელიც უნდა დაენიშნა ჯერ კიდევ 8 აგვისტოსის იმუქრებოდა ტრამპი და მოახდინა თავის ლეგიტიმაცია დადებითი აი ამ შეხვედრიდან თქვენ მიუთითებთ ორ მნიშვნელოვან შედეგზე თავად პუტინისთვის. პირველი ეს არის ნაწილობრივი მაინც ლეგიტიმაცია მისი კვლავ მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე, ასე ვთქვათ, რაღაც პოზიციები წარმოდგენისა და მეორე ეს არის დროის მოგება, რომ სამხედრო მოქმედებები გააგრძელოს კვლავ და მოემზადოს იმ შემდეგი რაუნდისთვის, როცა უფრო მომგებიანი პოზიციებიდან შეძლებს დასავლეთსა და უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებას.
მართალი ბრძანდები და პლუს კიდევ ერთი მან შეძლო აი ამ მოლოდინში, ამ მოლოდინის გამოყენებით, მოლოდინის ეფექტის გამოყენებით გადაეწია ეს სანქციები, რაც მას ემუქრებოდა, რაც რუსეთს ემუქრებოდა. ეს 8 აგვისტოსთვის გამოცხადებული ტრამპის სანქციები. დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ეს შეხვედრა დასრულდა 3 საათით ადრე, გათვლილ დროსთან შედარებით. უარი ითქვა ვახშამზე და საერთოდ არაფერი არ ითქვა შედეგებთან დაკავშირებით, ფაქტიურად არაფერი არ ითქვა პრესკონფერენციაზე, რაც ნიშნავს, რომ შედეგები არ იქნა მიღწეული. ამავე დროს დადებითი არის ის, რომ უკვე ორშაბათს ზელენსკი ჩადის ამერიკას შეერთებულ შტატებში და იქნება შეხვედრა და რაც თავარია ევროპელი მოკავშირეები დგანან ზელენსკის გვერდით და არ ტოვებენ არც ერთ ფაზაში ამ მოლაპარაკებებს, არც ერთ ფაზაში უკრაინას ერთი ერთზე, გინდაც ტრამპთან და გინდაც პუტინთან. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. ეხლა თქვენი კითხვის მეორე ნაწილსო დაუბრუნდეთ, რაც შეეხება უფრო სტრატეგიული ოპერატიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით, რა მნიშვნელობა გააჩნია დონბასს. აქ შეიძლება თვალნათლივ ჩანს, თუნდაც რო გადავხედოთ საბრძოლო მოქმედებების რუკას, თვალნათლივ ჩანს, რომ დონბასის დათმობით რუსეთი შედის, რუსეთი იკავებს კრამატორსკი. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს რუკა ვაჩვენოთ, თქვენთვის ეს თვალსაჩინო იქნებოდა, რაც თავარია მაყურებლისთვის, რომ კარგად აღიქვან რაზეა ლაპარაკი. აი ეს არის სულ ბოლო მონაცემებით შედგენილი ახალი რუკა, BBC-ს მონაცემებზე დაყრდნობით გავაკეთეთ და აი აქ ჩანს კარგად, დიახ. ეს არის მათი ტერიტორიული ადმინისტრაციული საზღვრები და წითელი ხაზით მონიშნულია ის ტერიტორიები, რომელიც ახლა ოკუპირებული აქვს, ასე ვთქვათ, რუსეთს. დიახ და აი კრამატორსკი, სლავიანსკი, რომელიც აგლომერაცია, რომელიც არის ძალიან კარგად ორგანიზებული თავდაცვის კუთხით, ეს ფორტიფიკაციის თვალსაზრისით, თავდაცვის ბუდეების თვალსაზრისით, ამის გადაცემის შემთხვევაში რუსეთი სამხრეთიდან უახლოვდება ხარკოვის რეგიონს და მნიშვნელოვან პლაცდარმს ქმნის შემდგომი შეტევისთვის. ეს იქნება 3 თუ 5 წლის შემდეგ, რაც ჭირდება გამოწვევებს, რაც ჭირდება რუსეთს ძალების მობილიზებისა, გადახალისებისა და შემდგომი აგრესიისთვის მომზადებისთვის. ამ შემთხვევაში ხარკოვის შესაძლებელი უფრო ადვილდება ხარკოვის მარკუში მოქცევა, ალყაში მოქცევა და ხარკოვის რეგიონის დაკავებაც. მე გულისხმობ სუმის ოლქიდან კვლავ განახლებას შეტევის, რომელიც ამჟამად იქნა შეჩერებული უკრაინელების მიერ და სამხრეთ და დასავლეთი მიმართულებიდან კრამატორსკის, სლავიანსკის მიმართულებით რაც იქნება კატასტროფა და ძალიან დიდი დანაკარგი მაყურებელს ვინც არის ის უნდა უთხრათ რომ ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი და შესაბამისად ამ ხარკოვზე შეტევის ველის მოსუფთავება მართლა სამხედრო სტრატეგიული შეცდომა და მარცხი იქნება უკრაინის მხრიდან აქ უბრალოდ რაღაცა ტიპის ტერიტორიების ტერიტორიალურ გაცვლაზეც არ არის საუბარი არის კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობებით მომზადებული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის გადაცემაზე ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. მართალი ბრძანდებთ აბსოლუტურად და ხარკოვი ნუ დაგვაუწყდება, რომ იდეოლოგიურად არის ქალაქი, რომელსაც რუსები თვლიან ნოვოროსიის მომავალ დედაქალაქად. ასე რომ ამას ძალიან არა მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობა, არამედ სამხედრო პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობაც აქვს, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვისაც. ბატონ ვახტანგ და ბოლოს რა მინდა რომ კითხოთ, აი ეს მე მგონი ძალიან კარგად ჩანს რუკაზეც მნიშვნელობა ამ ტერიტორიების და თქვენ ახსენეთ სამხედრო სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა რამდენად დიდია. მაგრამ როგორ შეაფასებდით ტრამპის ტაქტიკას? შეიძლება ბევრისთვის გასაგები იყოს, ახასიათებს ზოგადად ტრამპს მაგალითად გუშინ ლუკაშენკოს რო ელაპარაკა, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩანს მაინც უფრო მეტად ჰუმანიტარული
ჩართულობაც იყო იქ, თუმცა არც თუ ისე შემთხვევითი, ხო, პუტინის მგზავრობის პარალელურად, მაგრამ იგაც რომ უაღრესად პატივცემულ თუ რაღაც ასეთი სიტყვებით მოიხსენია თავის ქსელში, მას ახასიათებს მოლაპარაკების სუბიექტის შემოყვანა ასეთი ტიპის დითი რამბებით და ასე შემდეგ, რომ მიაღწიოს რაღაც შედეგს. Ai am შედეგის პერსპექტივით შეხვედრას რა მნიშვნელობა ქონდა თავად ტრამპთან თქვა რომ ეს შეხვედრა მოსამზადებელი არის სერიოზული მოლაპარაკებისთვის რომ ვიცოდეს სინამდვილეში რა უნდა ამ პუტინს და რაზეა წამსვლელიო. Ai ამ კითხვებზე პასუხს მიიღებდა ეს ტრამპი თავად შეხვედრის შემდეგ ის უჩვეულოდ დაღლილად გამოიყურებოდა და უჩვეულოდ სიტყვა ძუნწი იყო განსაკუთრებით პუტინთან შედარებით პუტინმა 8 წუთზე მეტი ილაპარაკა კარგად მომზადებული ტექსტი და თაბახები წაიკითხა ითხა ეს ყველაფერი ტრამპმა ზეპირად თქვა რამდენიმე სიტყვა დასკვნილ ნაწილში და ბევრი კი არა თითქმის არაფერი თქვა მიღწეულ შედეგებზე. სამუშაოდ თქვენ კითხვაზე გადავიდოდეთ და გამოვხატოთ ჩემი აღფრთოვანება ლუკაშენკოს მიმართ, რომელიც არის გროსმაისტერი სხვადასხვა მიმართულებით მოქმედების და მუდმივად ტიპტივის წყალზე პოლიტიკურ დინებებში. ასე რომ გახტოვანებულია ნამდვილად მითიც და ტრამპის გამოთქმა რომ ერთი სული აქვს როდის ჩავა და როდის ესტუმრება მინსკში ლუკაშენკოს ესეც ძალიან სახალისოა მაგრამ მაინც დაუბრუნდნენ ტრამპს და ვთვლი რომ ტრამპი მაინც არის ბიზნესმენი ტრამპი მუშაობს უპირველეს ყოვლისა თავის თავზე ნუ მოვითხოვებთ რომ მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ამჟამად ახლა უკრაინის საკითხია ან უკრაინა რუსეთის დაპირისპირების საკითხი ის არის თავის თავზე მომუშავე პიროვნება უპირველეს ყოვლისა და ჩემი აზრით აი მსგავსი წარუმატებლობა მის ეგოზე ძალიან მოქმედებს. ამას დავუმატეთ ისიც რომ ამერიკის პრესაში საკმაოდ მკაცრი გამოთქმებია უკვე აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში და რა თქმა უნდა ასევე მისი გარემოცვაც ეტყოდა ტრამპს რომ აი ამ ვითარებიდან ის წარმატებული და თეთრ ცხენზე არ გამოსულა. ასე რომ ჩემი აზრით მოსალოდნელია მე მაინც ვთვლი რომ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას ტრამპის მხრიდან. ერთი დადებითი კიდევ არის ის, რომ რა თქმა უნდა პირველ შეხვედრაზე ჩვენ გავიგეთ რაზე არის წამსვლელი რუსეთი, რას თავაზობს ამ ეტაპზე რუსეთი და ეხლა ნუ დაგვავიწყდება რომ მას საკმაოდ დაწია ის თამასა, რომელიც მანამდე ქონდა. რაც გამომდინარეობს იქიდან რა ვითარებაც აქვს ბრძოლის ველზე, ყველაფერი გადაწყდება ნამდვილად ნებისმიერი მოლაპარაკება გადაწყდება ვითარებით, რომელიც ჩამოყალიბდება ბრძოლის ველზე და ბრძოლის ველზე ჩამოყალიბებულია ის ვითარება, რომ სრულდება უკვე გაზაფხულის ზაფხულის კამპანია და რუსეთს რაღაც მნიშვნელოვანი გარდამტეხი გარღვევები და წარმატებები არ გააჩნია. ამავე დროს უკრაინელების მიერ გახორციელებული დარტყმები, მნიშვნელოვანი დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე, ხო? რუსეთმა მიიღო 74 მილიარდი ზარალი აი ამასთან ამით დაკავშირებით ახლა იგივე უცხოური მედიის გადმოცემით. ასე რომ არ ულხის რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის გააგრძელოს ბრძოლა. თითოეული შეიძლება ითქვას უკვე ბოლო რუს ჯარისკაცამდე. მადლობა ბატონ ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ექსპერტიზისთვის. ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი გვერდთვებოდა.